რა შედეგი ექნება საუკუნოვანი ისტორიის მქონე ორი ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას? ქაოსი, საკადრო წმენდა, უძრავი ქონების გაყიდვა. პროცესების ამგვარ განვითარებას პროგნოზირებენ განათლების სპეციალისტები. ოცნების მთავრობა კი ირწმუნება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმის შედეგად შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი გახდება. გივი მიქანაძის მტკიცებით ამ გადაწყვეტილებას წინ კონსულტაციები და სიღრმისეული ანალიზი უძღოდა. თუმცა თავად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ მისი უნივერსიტეტის გაუქმების შესახებ გუშინ შეიტყო. ფორმულას ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს ამ თემაზე, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნანო, რა პასუხები მოისმინე დავით გურგენიძისგან, მოგვიყევი. კეთი, დავით გურგენიძე გვიდასტურებს, რომ ინფორმაცია ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო. ფორმულამ სულ ცოტა ხნის წინ ჩაწერა მასთან ინტერვიუ, ხოლო რაც შეეხება პროფესორებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ამ უნივერსიტეტის ირკვევა, რომ სასწავლებლის პერსონალმა გაერთიანებაზე დღესდილას გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგო. როგორ დაითანხმა ოცნების განათლების მინისტრმა დავით გურგენიძე და რას მიიღებს ამ შეთანხმებიდან ტექნიკური უნივერსიტეტი? ამ შეკითხვებზე რექტორს ორაზროვანი პასუხები აქვს, მისგან ვერც ის ვერ გავიგეთ, ვინ მონაწილეობდა კონსულტაციებში, თუ კი სამინისტროსა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები საერთოდ ნამდვილად შედგა. რას ყვება დავით გურგენიძე, რომელიც წლების განმავლობაში სხვათა შორის ნამდვილად გამოირჩევა ოცნების მიმართ პარტიული ერთგულებით? შეგიძლიათ მოისმინოთ ინტერვიუ, რომელიც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ჩავწერეთ. მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული, რომელზეც ასევე ის ელოდება ჩვენ კონსულტაციებს კიდე. ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, რომ ადგეს და ეს ხელისუფლება და ხელი გადაგრეხვით რამე გააკეთოს და ვინმე ჩარეცხოს. ეს არის სხვა ხელისუფლება, ჩვენ ამის მჯერა და ამას დავამტკიცებთ მათთან კონსულტაციებს. გუშინ საღამოს მე და განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის მინისტრს შორის შედგა კონსულტაციები, სადაც იყო ამ თემაზე საუბარი. მან გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომელზეც ნაწილ შემთხვევაში მე ვეთანხმები, ნაწილ შემთხვევაში გასავლელი საზოგადოებას და საუნივერსიტეტო წრეებთან. არის საუბარი ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყმაზე, უნივერსიტეტი სამართლის სკოლაზე, ეკონომიკის სკოლაზე, ასევე საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლაზე, არის ამის გაძლიერებაზე, ამის ხელფასების მომატებაზე, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვეთანხმებით, ბევრ რამე გასარკვევია. თქვენ გაინტერესებთ პოლიტიკა. მე ვარ მეცნიერი, ეს კარგი იქნება უნივერსიტეტის და ქვეყნისათვის, რა თქმა უნდა, ამას დავეთანხმებით. ამ დრომდე უშედეგოდ ვცდილობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ხაზზე გასვლას. ჯაბა სამუშია ჩვენს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. დღეს საღამოს 8 საათზე გეტყვით, რომ თესეუს პირველ კორპუსთან სტუდენტებს აქცია აქვთ დაანონსებული. ახალგაზრდები უნივერსიტეტების გაერთიანებასა და ოცნების განათლების პოლიტიკას გააპროტესტებენ. მადლობა, ეს ნანო ჩაკვეტაძე იყო. განათლების სექტორში მომუშავე სპეციალისტები ოცნების მთავრობისგან მოითხოვენ გასაჯაროვდეს დეტალები, ვისთან და რა ფორმატში გაიმართა კონსულტაციები და გადაწყდა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება. ეჭვი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიულ დონეზე იქნა მიღებული და დისკუსია არც კი გამართულა, რადგან ამის შესახებ სექტორში მომუშავე ადამიანებს არ სმენიათ. რეალურ მიზეზად საკადრო წმენდას და ამ ორი უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული არაერთი ძვირადღირებული უძრავი ქონების დეველოპერული მიზნებისთვის გამოყენებას მიიჩნევენ. პირველ ეტაპზე იწვევს საშინელ გაუგებრობას. მართლა არ ვიცი რა იქნება ეს ახალად დაარსებული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თუ რაღაცა ახალი. სამივე ვერსია არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების და ყველაფრის შეზღუდვა, ხო? ასე არ ხდება უნივერსიტეტების რეორგანიზაცია და გაერთიანების პროცესიც კი, სხვა ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში, ამას ყოველთვის წინ უძღვის წლობით მუშაობა მართლა გაუმჯობესების მიზნით. არავით არის ამის მსგავსი აქ არ ყოფილა, ჯერჯერობით და შედეგიც ვერანაირად ვერ იქნება ის, რაც დასახელდა, რომ თითქოს ამით უნდა მივიღოთ ჩვენ საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურებული უნივერსიტეტი. მე მგონი მივიღებთ დიდ ქაოსს და გაუგებრობას. ეს უნდა ყოფილიყო განხილული აკადემიურ საბჭოებთან, პროფესორებთან, რაც მე ვთქვა, სტუდენტების აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს სტუდენტებისთვის ვარსებობთ და მათ აქვთ უფლება, რომ აირჩიონ სად უნდათ სწავლა. ამდენად, მაგრამ ხო, აი იმ დრაკონული რეფორმის თუ დეფორმის გატარების პროცესში სრულიად ლოგიკური ნაბიჯია. ზოგადად ერთი უნივერსიტეტი უფრო იოლ საკონტროლებელია ვიდრე რამდენიმე, ამიტომ გაერთიანებას ეს
მიზანი აქვს. პრინციპში ადრეც იყო ესეთი იდეები, უბრალოდ, ყოველჯერზე ვთქვათ, უფრო ადრე ეტაპზე გაჩერდა, იმიტომ რომ მაშინ ვახერხებდით ხელისუფლებისთვის ახსნას, რომ ჯანსაღი კონკურენცია რამდენიმე უნივერსიტეტისა ჯობია მთლიანობაში განათლების სისტემისთვის. რომ გამოქვეყნდეს, გავიგოთ, როგორ მოხდა ეს გადაწყვეტილების მიღება, რომელი პროფესორები იყვნენ ამაში ჩართული, აკადემიური საბჭო, რომელიც არის უნივერსიტეტებში, რომ აუცილებლად კონსულტაცია უნდა გავიგოთ აკადემიურ საბჭოსთან, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცით ეს იყო თუ არა ასე. ვიცით, რომ ამ სამთავრობო კომისიაში, რომელიც ამ რეფორმაზე მუშაობდა, იყო თბილისის მერიც, რაც ავარავდა ეკონომიკის მინისტრს, რაც ავარავდად გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ შენობების გაყიდვაზეა საუბარი. და ამიტომ მე მგონია, რომ ეს ძალიან ესე იგი სანდო, სარწმუნო ვარაუდია. თუმცა რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცით, რაც შეეხება შემცირებას პერსონალის, მე მგონია, რომ ასევე გამომდინარე იქედან, რაც უწერიათ თვითონ კონცეფციაში, ასევე სრულიად სანდო ვარაუდია, რომ აუცილებლად შეეხება პერსონალს ან შემცირების, ან დაქვეითების გზით. პირდაპირ გითხრეს, რომ მიზანი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის ან დეფორმის არის სტუდენტების რაოდენობის შემცირება, კრიტიკული აზრის განდევნა და მერკანტილური ინტერესები, ანუ შენობების გაყიდვა და ეს გადაწყვეტილება ლოგიკური არის აი ამ ამოცანებთან მიმართებით. ეხლა ჩვენი ამოცანა არის, რომ ამას დაუპირისპირდეთ და მაქსიმალურად მობილიზება გავუკეთოთ საგანმანათლებლო საზოგადოებას იმისთვის, რომ არ დაუშვათ ეს ნგრევა